Hörmətli qonaqlar, უპირისხმობისა ბატონო პრემიერ-მინისტრო, მთელი გულით გილოცავთ და მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ყისიერად გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში ჩამოსვლა და მადლობას გიხდით ამისთვის. ამასობაში კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯერ გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას და ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ პირისპირ შეხვედრაზე ორი დამოუკიდებელი ერის ლიდერებმა. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგევართ, ვართ მეგობარი მოძმე ქვეყნები, ძალიან დიდი ფესვები აქვს ჩვენს მეგობრობას, ჩვენი ხალხის მეგობრულ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროში ცხოვრებას და აი ასეთ მყარ საფუძველზე აიგო და აშენდა ჩვენი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა. დღეს ორივე ერი ერთობლივი ძალისხმევით არა მარტო უზრუნველყოფენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ რეგიონის და ზოგადად ევროაზიური კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან, როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი. ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს ინფრასტრუქტურის სფეროში, ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროში. და ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული მნიშვნელობის არის ბევრი ქვეყნისთვის. ყოველივე ამის შემდეგ დამატებით ნაბიჯებსაც გადავდგამთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ტრანსპორტირების სფეროში. ახალი ინფრასტრუქტურული ინიციატივები იქნება გარდაუვალი ბევრი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარისთვის, განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საშუალებით და მისი გავცობის საშუალებით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ჩვენ გავზარდეთ მისი წარმატება 1-დან 5 მილიარდ ტონამდე. ეს პროექტი 2 თვეში დასრულდება, როგორც ვახსენე. აი ამ რკინიგზის ოპერირება იქნება ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველი და საინტერესო. ამ თვიდან დაწყებული ჩვენ შეხვედრები გვექნება სამხრეთის ბუნებრივი აირის საკონსულტაციო ჯგუფებთან და საქართველოს მაღალი დონის დელეგაციები იქნებიან ჩართულნი ამ პროცესში. ყველა მონაწილე ხედავს, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი არიან აი ამ პროექტების ინიციატორები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე საქართველოს გავლით და ზოგადად ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც ყიდულობს ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან. ეს არის 8 ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ლიმიტი. ეს რიცხვი ქვეყნებისა გაიზრდება და აზერბაიჯანის ენერგორესურსების მომხმარებელ ქვეყანათა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ კარგად ვიცით საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრის სპეციფიკური ნიუანსები და ვაცნობიერებთ იმას, რომ მოთხოვნა დიდია აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე და კიდევ უფრო გაიზრდება. ევროპის კონტინენტზე გვაქვს რესურსები, გვაქვს ფინანსური რესურსიც, ინვესტიციების საშუალებაც, გვყავს სანდო მეგობრები საქართველოს სახით. სატრანზიტო შესაძლებლობები გაგვაჩნია ძალიან ფართო და ამიტომ ჩვენი შესაძლებლობა იმის საშუალებას მისცემს ბევრ ქვეყანას, რომ მომდევნო წლებში სანდო ენერგეტიკული რესურსი მიიღონ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს და აზერბაიჯანის ერთობლივი ძალისხმევით. რა თქმა უნდა, ახალ პროექტებზეც მუშაობთ. ერთ-ერთი მათგანი არის მწვანე ენერგეტიკის პროექტი და აქაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთად, სხვა ქვეყნებთან ერთად
ჩართულნი არიან ძალიან მასშტაბურ პროექტებში და მიმაჩნია რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის, სამხრეთული ბუნებრივი აირის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზები ეს არის ის წარმატებული პროექტების მაგალითები და მომავალშიც ასეთი სცენარით განვითარდება ენერგეტიკული პროექტები. ეს იქნება მაგალითი ბევრი სხვა ქვეყნისთვის, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროექტების მაგალითი მომავალშიც და ერთად ჩვენ უშველებელი მომავალი გვაქვს აზერბაიჯანს და საქართველოს. ძალიან მდიდარი განახლებადი ენერგორესურსები გააჩნია. ამ ეტაპზე ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და წლის ბოლოსთვის დავასრულებთ ამ პროცესს და ამის შემდეგ დავიწყებთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას. მე კიდევ ერთი რამის დამატება მინდა. გამოთვლილი და არგუმენტირებული რეფორმები, სტაბილურობა, რაც ქვეყანაში არსებობს, მე საქართველოს გულისხმობ. ეს არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და მინდა მივულოცო ჩვენს ქართველ ძმებს ყველა ამ წარმატებული მიღწევის და ჩვენი ვაჭრობის და სავაჭრო ბრუნვის 900 მილიონი დოლარის მოცულობით მაჩვენებელიც ამის დასტურია 15%-ით გაიზარდა. მე ვახსენე კალკულირებული, არგუმენტირებული ეს რეფორმები არის კარგად გათვლილი, კარგად დასაბუთებული იმისაც რომ საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს და კლიმატი ჩვენი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიზიდველი გახდეს 4 მილიარდ დოლარის ინვესტიცია არ არის ცოტა. ერთ-ერთი პირველი მიზანი ამისა და მიზეზი არის შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, რაც საქართველოში არსებობს. ამის გარდა კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს მხარდაჭერა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერი და საზღვრების დაცულობის მხარდამჭერი. წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, მხარი გვაქვს ერთმანეთისთვის დაჭერილი და ამას გავაგრძელებთ. არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება იქნეს შეცვლილი საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ოკუპირებული იყო და შეძლო თავისი ტერიტორიების დახსნა და კარგად ვიცით რომ საერთაშორისო სამართალი ხანდახან შეიძლება იყოს ძალით უზრუნყოფილი. ეს არის ლეგიტიმური ალტერნატივა გაეროს ქარტიის კონტექსტში, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება თავდაცვის მიზნით გამოიყენოს ეს უფლება თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მეზობელი მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ვთქვა რომ ამ შესავლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება, იმიტომ რომ ხალხს გააჩნია მეგობრული ურთიერთობა, დელეგაციებს ერთად უმუშავია ბევრი წლის განმავლობაში და მეგობრებად იქცნენ უკვე და ამიტომ ხარდამხარ ჩვენ ორი მეგობრული და მოძმე ქვეყანა ერთად ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით. კიდევ ერთხელ ბატონ პრემიერო, მოგესალმებით აზერბაიჯანში, ბრძანეთ. მოგესალმებით. უღრმესი მადლობა თქვენ აღმატებულებო ბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით მედიის წარმომადგენლებს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ვიმყოფები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ის, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე განხორციელებული იყო შემდგარი ეს ვიზიტი აზერბაიჯანში და მე მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისათვის. თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა და რა თქმა უნდა ეს არის ის მხარის საფუძველი, რომელიც საბრძოლოდ უდევს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ორ ქვეყანას, ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ჩვენი ურთიერთობები ზუსტად ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. დღეისათვის გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის და გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში და ჩვენთვის თავარია, რომ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები, თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს პრეზიდენტ ალიევს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის, ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვისთვის დღევანდელ დღეს საქართველოს თქვენ იცით, რომ ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდაჭერი. ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან, ასევე გვქონდა საუბარი გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი, ჩვენ ვცდილობდით ყოველთვის, რომ მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, სტრატეგიული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც სტრატეგიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას, არის მასშტაბური მეგაპროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა და არის მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს საუბრის დროს შევეხეთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს და ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის განვითარების ძალიან სერიოზული პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მაღალი დონის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი არის საქართველოს საავჯრო პარტნიორების ხუთეულში მოცულობების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება სატრანსპორტო სფეროში, ენერგეტიკულ სფეროში არის ძალიან დიდი პერსპექტივა თანამშრომლობის განვითარების, რასაც ბატონო პრეზიდენტმაც ისაუბრა, ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა მაღალ დონეზე გაგრძელდეს ურთიერთობა, ვიზიტები, შეხვედრები მაღალი დონის არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა, ჩვენი თანამშრომლობა და ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის მაქსიმუმი გაკეთება. მე მაქვს იმედი, რომ ბატონო პრეზიდენტი მალე შეძლებს გვეძიოს საქართველოში. მე მას ოფიციალურად გავუზიარე ეს მოწვევა და გვაქვს იმედი, რომ ის მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს ვიზიტიც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი დონე პარტნიორობის, ურთიერთობების, თუმცა ყოველთვის არსებობს რა თქმა უნდა სივრცე ურთიერთობების განვითარებისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის. მადლობა. Çok sağ olun, Eyvallah Başa çattı.